სულ ახლახანს ქართულ ხელოვნებას გამოვაკლდა უნიჭიერესი პიროვნება. შესანიშნავი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი ბატონი მამუკა ჩარკვიანი. იგი არავის გავდა. იყო უაღრესად თვითმყოფადი ნიჭის პატრონი, დახვეწილი გემოვნებისა და ფაქიზის სულის შემოქმედი. ამიტომაც იყო მისი მელოდიური, გულში ჩამწვდომი და ღრმად ქართული სიმღერები ასე რომ შეიყვარა ყველა თაობის მაყურებელმა. აი რაც წერდა მამუკაზე დიდი ქართველი მწერალი ბატონი ოთარ ჭილაძე. დღევანდელ ჩვენს ესტრადაზე ყველაზე ქართული ალბათ მამუკა ჩარკვიანის სიმღერაა. აშკარად ეტყობა წარმომავლობა. შესაძლებელია მისი გენის, მოდგმის, ჯიშის, თუ გნებავთ რასის დადგენაც. ეხლა ჩემო მეგობრებო, მე ვიცი რომ თქვენ ყველას გაქვთ სათქმელი მამუკაზე, მაგრამ მე მინდა თქვენის ნებართვით ისევ ლევანთან გადავიდე სიტყვას ვინაიდან ჩემო ლევან შენს შემოქმედებაში და შენს რეპერტუარში მამუკას განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა და შემინდა თქვა ორიოდე სიტყვა. ორი სიტყვით გეტყვით, ერთი რაც იყო დიდი ბედნიერება, რომ მე მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი მის მანერაზე რა როგორც ვეროდა და ვცდილობდი მიმებაცა მისთვის. და ბედნიერი ვარ რომ მამუკა როცა შემხვდა და მოისმინა ეს ერთ-ერთ კონცერტზე, ზოგადად იუმორინაზე იყო ეს შესრულება და იქ რომ მითხრა შვენიერი იყო. აი ის ორი სიტყვით მითხრა, გული და სულით მითხრა და ბედნიერი ვარ ჩემო გიარო. დღემდე ვცდილობ რომ აი სიყვარული არ დავიწყო და მისი გაგეთებული. ფირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მამუკას. შესანიშნავ შემოქმედსა და პიროვნებას. მუსიკალური კომპოზიცია კი რომელიც ახლა შესრულდება, სწორედ მის ნათელხსოვნას გვინდა მივუძღვნოთ. სახართ მზესთან აზარებო გაუხელია თვალები ნესტას და მაღერის თამარ მეფის სამეფო სულ ზევით მაღლა და მაღლა ნაცის პერგზებზე შენს თვალებს უმაზე სინათლის ფერი მოგრუნდა წაღმა დაუბნევია მიხაღი გულზე Sodes gana me sharevi amo michnine zuane doevi amo michnine